თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევი საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები ცვლილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სიახლე შესაძლოა მმართველი გუნდისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. თემაზე ლანა ძაძამია მუშაობდა. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ახალი ცვლილების თანახმად საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევთა რაოდენობა 5-ით იზრდება. შესაბამისად, საკრებულოში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად ასარჩევით 15 წევრი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი დავით ლოსაბერიძე რეგიონებში პოლიტიკური პარტიების როლის გაზრდის მხრივ ცვლილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული სიახლით მმართველი გუნდი მეტად ისარგებლებს. ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ მათ თვითონ იმუშაონ იმაზე, რომ იპოვონ ახალი კადრები, რეალური კადრები და პარტიებს რეგიონებში ყავდეს წარმომადგენლობები. ეს არის ზოგადი ასე ვთქვათ ფილოსოფიური საკითხი. რაც შეეხება იმას, რომ ვინ ისარგებლებს ამით, ახლა მე მგონი ბავშვები არა ვართ, ვიცით რომ ამ ეტაპზე ისარგებლებს ის ძალა, რომელსაც მეტი პოლიტიკური დივიდენდები და პერკეტები აქვს ხელში და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალა. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ ცვლილების თანახმად პოლიტიკურ პარტიებს ეძლევა შანსი, რომ საკრებულოში არა თითო, არამედ 2 ადამიანი გაიყვანონ. დავით რობაქიძის თქმით, მმართველი გუნდი სუსტია და ამ ფონზე საკრებულოში 9 წევრზე მეც არ აირჩევენ. იმ შემთხვევაში თუ პარტია გადალახავს დაუშვათ 4%-იან ბარიერს, მას რეალურად შანსი ეძლევა იმის, რომ 6%-ზე კარგ შემთხვევაში მეორე ადამიანიც შეიყვანოს. არ ამგონია ასეთ სოციალურ ფონზე, ასეთ უკმაყოფილობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ქალაქშია, ნაცოцნებამ შეიყვანოს უფრო მეტი. ასე რომ რეალურად შანსი რაიონებში უფრო მეტი გაუჩნდება პოლიტიკურ სუბიექტებს შეიყვანოს ადამიანების საკრებულოში და იყოს უფრო ჭრელი საკრებულო. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ინიციატივა არაფერს ცვლის. ზოგადად კი თვლის, რომ ცვლილება საკრებულოში პარტიული მრავალფეროვნების ჩამოყალიბებისკენ არ არის მიმართული. თუ 3% ზღვარს გადასული პარტია ეყოლება თავის წარმომადგენელი, ჩვენ წინა არჩევნებზე 10% ავიღეთ და არანაირი ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც სერიოზული ცვლილება შეტანილი საარჩევნო კოდექსში არის ბევრი რამაც უნდა გააუმჯობესოს პირობები. საიას იურისტი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ უფრო ეფექტური მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა იქნებოდა, რაც კოდექსში გათვალისწინებული არ იქნა. პროპორციული სიის გაზრდა 10+5 ეს შეიძლება შეფასდეს დადებითად, რადგან სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც ამ დრომდე არ იყვნენ საკრებულოში, იქნება შესაძლებლობა რომ იყოს საკრებულოს წევრების შრომით, რომ კარგი იქნებოდა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა. საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის, ტერიტორიების ოპტიმიზაციისა და თვითმმართველი ქალაქების დაფინანსება. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც თვითმმართველობის ახალი კოდექსიდან ამოიღეს ან გადადეს. მათი გათვალისწინება კოდექსში 2014-2017 წლებში უნდა მოხდეს.